და მეორე მხარე ნამდვილად ამჯობინებს, რომ ეს იყოს ისრაელის განადგურება. 7 მილიონი ადამიანის მასობრივი მკვლელობა, ჩვილების თავის მოკვეთა. ისინი მხარს უჭერენ ადამიანების დაცვას. ჩვენ უნდა დავხარჯოთ დროის 90% შეტევაზე და არა 90% დაცვაზე. ვაისი ამერიკელი ინტელექტუალური საკუთრების ადვოკატია, ავტორი და გამოჩენილი ისრაელის მხარდამჭერი, რომელიც ისრაელის სამართლიანობის ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. მან ადრე სხვათა შორის იკავა Young ისრაელის ეროვნული საბჭოს ეროვნული პრეზიდენტის თანამდებობა. მოგესალმებით JNS-ის საინფორმაციო ცენტრში, პოული. გმადლობთ, სასიამოვნოა აქ ყოფნა. მოდით ჯერ ცოტა თქვენს წიგნზე ვისაუბროთ. რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გავიგე და როგორც ჩანს ძალიან საინტერესო წასაკითხია. დიდი მადლობა, წიგნი აქვეა. მას ქვია იმიტომ რომ ეს სამართლიანია და სწორია. აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ლაქად აღიარების და აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის უცნობი ისტორია. და წიგნის ისტორია ისაა, რომ 1995 წელს მე ვიყავი ფინიქსის იანგ ისრაელის სინაგოგის პრეზიდენტი. და სენატორ კაილის ოფისმა მკითხა, როცა ის ახლახან აირჩიეს სენატორად, მათ თქვეს, რომ სურდათ მისი სენატორობის პირველ წელს რაღაც გაეკეთებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ფინიქსის მოსახლეობის 80% არიზონას ებრაული საზოგადოება არჩევნებში მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ებრაელი დემოკრატი კონგრესმენის სემ ქოფმანის სმითის წინააღმდეგ. მათ სურდათ პრიორიტეტად ექციათ აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანა და შესაბამისი კანონმდებლობის განხორციელება. და მათ სურდათ ჩემი ხელმძღვანელობა, როგორც მათი ოფისის მთავარი ებრაული კავშირი, ყოფილიყავი მთავარი ებრაული კავშირი მათი ოფისისთვის იმ წელს. ამიტომ მე მუშაობდი გლენ ჰემერთან, რომელიც იმ წელს სენატორ კაილისთვის მუშაობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. და იანინა სპერნასთან, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მისი საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი იყო. და მსჯელობდით, როცა ისინი წინ მიიწევდნენ, საბოლოოდ კი ოქტომბერში მიიღეს კანონმდებლობა სენატში, 93 ხმით, 5-ის წინააღმდეგ და წარმომადგენელთა პალატაში 374 ხმით 27-ის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კლინტონი მთლიანად ეწინააღმდეგებოდა და წინააღმდეგი იყო, მის 8 წლიან პრეზიდენტობაში სხვა არც ერთ საკითხს არ ქონია ასეთი ხმები მის სურვილთან წინააღმდეგობაში. ეს იყო უმრავლესობა, რომელსაც ვეტოს გადალახვა შეეძლო. და ეს საოცარი რამ იყო პირველი წლის ახალბედა სენატორისთვის, რომ მიეღწია ამისთვის. ჩვენ მოვიფიქრეთ ეს სათაური, რადგან ეს სამამართლიანი და სწორი იყო. როცა ადამიანები მიუახლოვდნენ სენატორ კაილს და კითხეს მას და უთხრეს, რატო ვაკეთებთ ამას? თქვენ ებრაელი არ ხართ. რატომ გადარდებთ ეს საკითხი? და მისი პასუხი იყო, იმიტომ რომ ეს სამართლიანია და სწორია. და ასე რომ მან მართლაც დაწერა წიგნის წინასწრაფობა. და მაიკ ჰაკაბიმ, დეივიდ ფრიმენმა, ალენ დერშოვიცმა, სენატორ ჯოელ ლიბერმანმა და სხვებმა წიგნში რეკომენდაციები დაწერეს. და ეს წიგნი მხოლოდ ებრაელთა ისრაელზე უფლებებს არ ეხება. ჩემმა თანაავტორმა ლენ გრონსტეინმა მითხრა, იცი, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. და ამიტომ მან გაანალიზა, ის დიდი თალმუდის მცოდნეა. მან ბიბლიური არგუმენტები გაანალიზა, ებრაული წყაროების არგუმენტები, ისევე როგორც ის საერთაშორისო სამართლის დიდი მეცნიერიაცაა, ასევე საერთაშორისო სამართლის არგუმენტები ებრაელთა ისრაელზე უფლებების შესახებ, ასევე დეტალურად აღწერა საელჩოს გახსნის მთელი ისტორია. და მე იერუსალიმში ვიყავი 2018 წელს საელჩოს გახსნაზე. და მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი აზრით ის ისეთ არგუმენტებს აყენებს ებრაელთა ისრაელზე უფლებების შესახებ, რომლებიც დღეს სხვას არ გააჩნია. და ეს არგუმენტები მნიშვნელოვანია. კარგი, მოდი ერთი წუთით ამაზე ვილაპარაკოთ. რას გულისხმობს ეს არგუმენტი? ამ არგუმენტის არსი ისაა, რომ ებრაელ ხალხს ისრაელის მიწაზე უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ხალხს ნებისმიერ მიწაზე მსოფლიოში. ეს მართლაც განსაკუთრებული რამაა. და მაინც ეს ყველაზე სადავო მიწა ამ მსოფლიოში, მაშინ როცა ამ ხალხს ყველაზე ძლიერი უფლება აქვს მასზე. ამას აბსოლუტურად არ აქვს აზრი. მაგალითად, ყველამ ვიცით, რაში პირველივე კომენტარი თორაზე. რატომ დაიწყო თორა სამყაროს შექმნით და არა პირველი მცნებებით? და რაში ამბობს, რომ თუ ვინმე იკამათებს, აქ თუ არა ებრაელებს უფლება. ისრაელის მიწაზე ისინი იტყოდნენ, რომ ღმერთმა მისცა ის. ღმერთმა შექმნა სამყარო და აძლევს მას ვისაც უნდა. მან მისცა ებრაელ ხალხს. რაც ჩემმა თანაავტორმა ლენ გრონშტაინმა ასევე აღმოაჩინა, არის ის, რომ ხისკუნი ცნობილი კომენტატორი დაახლოებით 800 წლის წინ, მან თქვა, რომ ნოე იყო მთელი მსოფლიოს მფლობელი წარღვნის ბოლოს და შეეძლო ნებისმიერი მიწა მიეცა ვისაც უნდოდა. ის იყო სამყაროს თავდაპირველი მფლობელი არსებითად. და მან ისრაელი მისცა თავის შვილს შემს. და შემა მისი ქალიშვილი თამარი საბოლოოდ დაქორწინდა იეჰუდაზე, იაკობის ვაჟი იეჰუდა, რომელიც მან მისცა. მან მისცა ისრაელი ავრაამს. და ასე ავრაამმა ყველაფერი გადასცა იცხაკს, იაკობს, ებრაელ ხალხს. ასე ებრაელმა ხალხმა დაიმკვიდრა ისრაელის მიწა. და რაში სინამდვილეში კომენტარს აკეთებს ლეხა ხახამში, რომ ღმერთი ეუბნება ავრაამს, წადი ამ მიწაზე, რომელიც სინამდვილეში შენი მიწაა, შენ მოგეცა. და პარაშათ ხაიე სარაში წერია, რომ ავრაამი ამბობს, რაში ამბობს, რომ ავრაამი ეუბნება ეფრონს, რომ მე შემიძლია მაფელას მღვიმე შენგან ავიღო. რადგან ეს სინამდვილეში ჩემი მიწაა. მაგრამ მაინც სრულ ფასს გადავიხდი მისთვის, რადგან ეს ებრაელი ხალხისთვის იყო მოცემული.
ასე რომ ეს მიწა ჩვენ გვაქვს, რადგან მე მემკვიდრეობით მივიღეთ და ეს მიწა ჩვენ გვაქვს, რა გვაქვს, რადგან ღმერთმა მოგცა. და გარდა ამისა, მაჰარალი ამბობს, რომ მიწაზე მცხოვრები 7-ვე ერი დამპყრობელები იყვნენ, რადგან მიწა შემს მიეცა და ის ხალხი მოვიდა და დაიპყრო მიწა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ, რაც იმ დროს ჩვეულებრივი იყო. და მათ არ ქონდათ ამ მიწაზე უფლება. ასე რომ ებრაელ ხალხს აქვს უფლება, რადგან მათ მემკვიდრეობით მიიღეს იგი. შემდეგ კი ვაგზელებთ საუბარს ებრაელი ხალხის მიწაზე უფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუ გინდათ რომ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო, ხო, კარგი. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ანუ როგორ ფიქრობთ, რა არის საუკეთესო გზა ამ მიზნის რეალურად მისაღწევად? და რომ ვიბრძოლოთ. მან ამას ეძახიან სამართალს, სამართლებრივ ბრძოლას. ისრაელისთვის საერთაშორისო არენაზე. ასე რომ არსებობს ცნობილი არგუმენტი და ცნობილი გამოთქმა სამართალში, რომელიც ამბობს: თუ შენი არგუმენტი ფაქტებზეა საუკეთესო, ფაქტებს უსვამ ხაზს. თუ სამართალზეა საუკეთესო, სამართალს უსვამ ხაზს. და თუ არც ერთზე არაა საუკეთესო, მაგიდას აბრახუნებ. მეორე მხარე ძალიან კარგად ახერხებს მაგიდის ბრახუნს და ბევრი ხმაურის ატეხვას. და ერთ-ერთი შეცდომა, რომელსაც ისრაელი და მთელი პროისრაელური საზოგადოება უშვებს, არის ის, რომ ისინი არ ამსხვრევენ ნარატივებს, ვებს, ცრუ ნარატივებს ისე როგორც საჭიროა. მაგალითად, მეორე მხარე ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით დასახლებები არალეგალურია. ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით პალესტინელ არაბებს აქვთ უფლება ისრაელის მიწაზე. საქმე ისაა, რომ 1964 წელს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის PGO დამფუძნებელ დოკუმენტში მათი ქარტიის 24 მუხლის მიხედვით ისინი კონკრეტულად ამბობენ, რომ არ აცხადებენ პრეტენზიას დასავლეთ სანაპიროზე, რაც მოიცავს აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზას. ასე რომ ხალხმა ამდენი დრო დახარჯა იმ მიწის მათთვის მისაცემად, რომელზეც მათ საკუთარ დამფუძნებელ დოკუმენტში თქვეს, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ. მიზეზი, რატომაც მათ ეს განაცხადეს, იყო ის, რომ მაშინ იორდანიას ეკავა ის, რასაც დასავლეთ სანაპირეს, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზას უწოდებდნენ. გულისხმობ აღმოსავლეთ იერუსალიმი და ეგვიპტეს ეკავა ღაზა. ისინი სურთ, რომ ნათლად თქვან, ჩვენი მიზანია ისრაელის განადგურება. ეს მიწა არ გვაინტერესებს, ეს მიწა არ გვაინტერესებს. ჩვენ არ გვინდა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ეს არასდროს ყოფილა პალესტინელებზე. ყოველთვის ისრაელის განადგურებაზე იყო საუბარი. და მათ სურთ ეს ნათლად თქვან. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელ ხალხს არასდროს დაუთმია იერუსალიმზე პრეტენზია, არასდროს დაუთმია ისრაელის მიწაზე პრეტენზია. ჩვენ ამას ჩვენს ლოცვებში ვამბობთ. ეს ჩვენს მარხვებშიც და საერთოდ ყველაფერშიცაა. და ასე შემდეგ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგა შეიკრიბა სან-რემოდან 2 წლის შემდეგ და მიიღო რეზოლუცია, რომელიც ებრაელ ხალხს ანიჭებდა უფლებას მთელ ისრაელზე, მათ შორის იუდეასა და სამარიაზე და მთელ იერუსალიმზე. და რადგან შეერთებული შტატები ამაში არ მონაწილეობდა, შემდეგ კი ინგლისს სურდა, რომ შეერთებული შტატები გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდეს. ამიტომ ისინი მივიდნენ და შეერთებულ შტატებთან ანგლო-ამერიკული ხელშეკრულება დადეს. აშშ სენატმა ერთხმად დაამტკიცა, პრეზიდენტმა კულიჯმა ხელი მოაწერა, რომელმაც დაადასტურა ხელშეკრულება, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ებრაული სამშობლოს აღდგენას ისრაელის მიწაზე, როგორც სახელმწიფოს, რომელიც იქნება და ებრაელებს მთელი მსოფლიოდან შეეძლება ჩამოვიდნენ ამ სახელმწიფოში დაბრუნების უფლებით ისრაელის მიწაზე. ამიტომ, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ებრაელებს არ აქვთ უფლება ამაზე იუდეასა და სამარიაზე, მაგალითად, ან აღმოსავლეთ იერუსალიმზე, ეს სინამდვილეში მცდარია. ხელშეკრულებების სამართლის მიხედვით ეს ხელშეკრულება დღესაც ძალაშია და სამწუხაროდ ის არ გამოიყენება არც ერთი ისრაელის მთავარი მხარდამჭერის და ისრაელის მთავრობის მიერ, როცა საუბარია ებრაელთა უფლებაზე ამ მიწაზე. ასე რომ, ისინი წარმოაჩენენ თითქოს მეორე მხარე მართალია საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით, მაშინ როცა სინამდვილეში პირიქით ისინი სრულიად ცდებიან. და როდესაც საქმე იუდეასა და სამარიას ეხება, როგორ ურჩევთ ისრაელის სუვერენიტეტის დამკვიდრებას იუდეასა და სამარიაში? საქმე ისაა, რომ ამ ანგლო-ამერიკული ხელშეკრულებისა და ერების ლიგის მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფლება იუდეასა და სამარიის მთელ ტერიტორიაზე. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისრაელმა ეს მიწა თავდაცვით ომში დაიპყრო, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც გვაძლევს ამ მიწაზე უფლებას. ასე რომ, ბევრი ტერიტორია და იცი, შენ საუბრობ იუდეაზე, სამარიასა და აღმოსავლეთ იერუსალიმზე, მე კი ვსაუბრობ ებრაელების საკუთრების მთავარ ტერიტორიებზე, ხომ ასეა? ეს თორაშიც კი არის ნახსენები. მაკფელას ვიმის შეძენა, თანახშიც არის ნახსენები ტაძრის მთის შეძენა. ასევე ნახსენებია იოსების სამარხის შეძენა შეკემში. ასე რომ, ბიბლიაში ნახსენებია ტერიტორიები, რომლებიც შეძენილია. ვერ იპოვით უფრო ძლიერ დოკუმენტს, რომელიც შეძენას ადასტურებს, მაგრამ ეს ის ადგილებია, სადაც წინა მამები და 4 წინა დედა ცხოვრობდნენ. ეს არის ებრაელი ხალხის ტერიტორია. პალესტინელი არაბები, მე ვკითხე თომას ნაიტს, როცა ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო, უთხარი, დამისახელე პალესტინელი არაბი ლიდერი 1867 წლამდე. ფაქტია, რომ პალესტინელ არაბებს ვერც ერთის დასახელება არ შეუძლიათ, რადგან არც არსებობს. რატო არის ესეთი განცდა? იცით, თითქოს მთელი მსოფლიო ამ ნარატივს ეთანხმება. არა მთელი მსოფლიო, მაგრამ ხო იცით, ბევრი ქვეყანა თითქოს პალესტინურ ნარატივს ეთანხმება და არ კითხულობს იმას, რასაც თქვენ ამბობთ. ანუ, იცით, ჩვენ ებრაელები, ებრაული ხალხი ჩვენს პრეტენზიას წმინდა მიწაზე ბევრად უფრო მყარი საფუძველი აქვს.
დაიმახსოვრეთ, ჩვენ ებრაული ხალხი 15 მილიონი ადამიანი ვართ. ეს არის მსოფლიო, სადაც დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მეორე მხარე ჩვენზე ბევრად მეტია. ბევრად მეტი ქვეყანაა, ბევრად მეტი ადამიანია. და ასე რომ ეს მარტივი საქმე არ არის, თუნდაც მართალი იყო, როცა მეორე მხარე უფრო მრავალრიცხოვანია, უფრო მდიდარია, მეტი ფული აქვს, მეტი სახსრები, მეტი რესურსი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თუ შენ არ წარმოადგენ შენ საუკეთესო არგუმენტებს და არ იმეორებ მათ, მაშინ დებატს წააგებ. ამიტომაც თუნდაც შენი არგუმენტი გადაფაროს მეორე მხარემ, მაინც უნდა გააკეთო ეს. რადგან ფაქტია, რომ შეერთებული შტატები ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გავლენა გვაქვს ამერიკაში. და ფაქტია, რომ ჩვენ გვყავდა ყველაზე პროისრაელი პრეზიდენტი ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, პრეზიდენტი ტრამპი. ამიტომ ჩვენ გვაქვს ქვეყანა. იცით, როცა ადამიანები ლაპარაკობენ, რამდენად სუდად არის საქმეები, მაგრამ ბევრ შემთხვევაში სინამდვილეში არა მხოლოდ ამერიკაში. თქვენ ახლა გყავთ ყველაზე პრო-ისრაელი პრეზიდენტი არგენტინაში და მალავიში. ეხლა ყველაზე პრო-ისრაელი პრეზიდენტი გყავთ ჩილეში. ეხლა ყველაზე პრო-ისრაელი პრეზიდენტი გყავთ კოლუმბიაში. სინამდვილეში გარკვეულ ქვეყნებში ეხლა გყავთ ამ ქვეყნების ისტორიაში ყველაზე პრო-ისრაელი პრეზიდენტები. და ეს მისასალმებელი ნიშანია. იმედია, ღმერთის ნებით ეს ბრაზილიაშიც მოხდება ოქტომბერში. ასე რომ, როგორც ჩანს, არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან დაიცვან ის, რაც სწორია, როგორც თქვენ ამბობთ. მაგრამ როგორ მივიტანოთ ეს გზავნილი? სოფლიოს. Fikrob JNS am გზავნილის გავრცელებისთვის შესანიშნავი პლატფორმაა. ის სულ უფრო და უფრო იზრდება. და ამ ინტერვიუს ნაწილიც სწორედ ამ გზავნილის გავრცელების მცდელობაა. სწორედ ამიტომ დავეხმარეთ Jonathan Berks და Joe Fraggers, Dr. Joe Fraggeris ისრაელის სამართლიანობის ორგანიზაციის შექმნაში. არის ის, რომ დავეხმარო ამ გზავნილის მსოფლიოსთვის გავრცელებაში, რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებები ჩავატარეთ Brian Kilmead-თან ერთად. ბოლოს 3 თვის განმავლობაში Brian Kilmead-ის რადიო შოუში 5 ჯერ გამოვჩდი. მას ყოველდღიურად 2 მილიონი მაყურებელი ჰყავს. ვცდილობთ საჯაროდ ბევრად უფრო აქტიურად გამომოვჩდეთ. რადგან ვხედავთ, რომ სხვა ადამიანები, რომლებიც ასე გამოდიან, მათგან ბევრმა არ იცის, როგორ დაიცვას თავისი პოზიცია, როგორ წარმოადგინოს ფაქტები, რადგან მეორე მხარე რას ემხრობა? მეორე მხარე ნამდვილად ამჯობინებს ისრაელის განადგურებას. 7 მილიონი ადამიანის მასობრივი მკვლელობა. როგორც ხავს ვეუბნები, ერთხელ რადიო გადაცემაში ვიყავი და ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ის მხარს უჭერდა ავტობუსების აფეთქებებს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. და მე ვუთხარი მას, ნახე, ვერ შევძლებ გონივრულ საუბარს იმ ადამიანთან, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვის აფეთქება კარგი იდეაა. ეს ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ჰამასის თავდასხმებს, ფიქრობენ, რომ ბავშვების თავის მოკვეთა მისაღებია. ისინი მხარს უჭერენ ადამიანების დაწვას, სამოქალაქო პირებს. ეს გულისამრევია, მაგრამ ხალხი საკმარის აღშფოთებას არ გამოხატავს. ისინი არ აყენებენ მათ თავდაცვით პოზიციაში. ჩვენ უნდა დავხარჯოთ დროის 90% შეტევაზე და არა 90% დაცვაზე. როცა თავს იცავ, უკვე აგებ ბრძოლას. და როცა დღეს სიტუაციას უყურებ, კლავაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით რა მოხდება შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობას, სოფლიოს მასშტაბით მზარდი ანტისემიტიზმი, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც და მზარდი ანტიისრაელური განწყობები. ყოველ შემთხვევაში გარკვეულ სექტორებში განწყობები. როგორ ხედავთ? ოპტიმისტურად ხართ მომავალთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ მომავალ თვეებსა და წლებს? იცით, თუ დაფიქრდებით, ღმერთო ჩემო, ანტისემიტიზმი უარესდება, ანტიისრაელური განწყობები უარესდება. და მაინც ზოგიერთი ამ ქვეყნიდან რეალურად უკეთესდება ვიდრე ოდესმე. იცით, ებრაული საზოგადოება არგენტინაში ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ოდესმე ყოფილა. და შემდეგ კოლუმბია ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასევე ჩილეც, სადაც დიდი პალესტინელი არაბების მოსახლეობაა, მაგრამ ამ ქვეყანას ყავს ყველაზე პროისრაელელი ლიდერი თავის ისტორიაში. ასე რომ თქვენ გაქვთ სიტუაციები, სადაც მიუხედავად ამ გარემოსი რეალურად ყველაფერი უმჯობესდება. ასე რომ ჩვენ ყავს ყველაზე პროისრაელელი პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის შემდეგი თითქმის 2 წელიწადი და ნახევარი, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ამიტომ ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ ამით ვისარგებლოთ. ფაქტია, რომ დემოკრატიული პარტია შეერთებულ შტატებში სულ უფრო და უფრო უარესდება. ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტიის ბევრი რამ უმჯობესდება, რადგან თომას მასი აღარ იქნება კონგრესის წევრი. და მარჯორი ტეილორ გრინი აღარ არის კონგრესის წევრი. ასე რომ რესპუბლიკურ პარტიაში ძალიან ერთსულოვანია ისრაელის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა არასდროს ყოფილა ესეთი ძლიერი. ხალხი მხოლოდ ნეგატიურ მხარეს უყურებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ეხლა კი ყავს აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც ამ ბრძოლას მხარს უჭერს. მე ცოტათი ვეკონტაქტები ლეო ტერელს. ის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერია. გულისხმობ, ეხლა ყავთ განსაკუთრებული მეგობრები, რომლებიც აქამდე არ ყოლიათ. ჯორჯ ბუში ისრაელის მეგობარი იყო, მაგრამ ეს ვერ შეედრება იმას, რამდენად დიდი მეგობარიც ისრაელისთვის პრეზიდენტი ტრამპი. ესეთი მეგობარი არასდროს ყოლიათ. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. სადაც არ უნდა იყოს კერები, არსებობს ადმინისტრაცია, რომელსაც ეს ნამდვილად აინტერესებს. პრობლემა ისაა, რომ ისეთ შტატებში, როგორიცაა კალიფორნია, სადაც Paul Kessler იყავდათ და ის მოკლეს, როცა ისრაელის მხარდასაჭერად იდგა. ხოლო მუსლიმი პროფესორი, რომელმაც ის მოკლა, მხოლოდ 1 წლით ჩასვეს ციხეში. როცა ადამიანები არ ისჯებიან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ებრაელების წინააღმდეგ ჩაიდინეს, ეს არის საფრთხე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ფედერალური ბრალდებები წაუყენონ იმ ადამიანს, რომელმაც ის ამერიკელი ებრაელი მოკლა და ეს ადამიანები სათანადოდ დაისაჯონ. და ეს შეაჩერებს ანტისემიტიზმს.
და რა არის თქვენი გზავნილი ისრაელის მთავრობისთვის, როცა ისრაელში არჩევნების სეზონი ახლოვდება, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ასე კარგად და გამჭრიახად აფასებთ სიტუაციას შეერთებულ შტატებში. რას ურჩევდით პრემიერ-მინისტრს მაგალითად, რომელიც მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში მიემგზავრება? მე არასდროს მესმის, რომ ისინი საუბრობდნენ ანგლო-ამერიკულ ხელშეკრულებაზე. მე არასდროს მესმის, რომ ისინი საუბრობდნენ ერების ლიგის 1922 წლის გადაწყვეტილებაზე. მე არასდროს მესმის, რომ ისინი საუბრობდნენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ისრაელის მიწა. მე არასდროს მესმის, რომ ისინი საუბრობდნენ იმ ფაქტზე, რომ მეორე მხარე, როცა მაგალითად ირანზე ვსაუბრობ, რა არის ალტერნატივა იმასთან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებდა ირანზე სამხედრო თავდასხმით, როცა ისინი ატომურ ბომბამდე რამდენიმე კვირის დაშორებით იყვნენ. და ეს თქვათ ონი ბლინკენმა, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბაიდენის ადმინისტრაციაში. რა იყო მეორე მხარის ალტერნატიული პოლიტიკა? მათ არ აქვთ რაციონალური პოლიტიკა თუ რა უნდა გააკეთონ. როდესაც თქვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალით შევაჩერებთო, ფაქტია, აშკარად არ გააკეთებდნენ ამას. რადგან როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ასე მოქცეულიყო და FBI-ის ყოფილი მოადგილე დენ ბონჯინო ამბობდა, ჩვენ ნახეთ დაზვერვის ინფორმაცია. მათი შეჩერების სხვა გზა არ იყო, გარდა იმისა, რომ მაშინვე შეგუჩერებინა ისინი. და დემოკრატიული პარტია ერთხმად, ჯონ ფერმენის გარდა, ამბობს, არა, არ გააკეთოთ ეს. ასე რომ რაც მათ გააკეთეს, ის იყო რომ ირანს მისცემდნენ საშუალებას ბომბი შეეძინა. ეს არის თავარი საკითხი. და არ არსებობს გონივრული მიზეზი, რომ რეჟიმს, რომელიც დღეს ანტისემიტიზმისა და ანტიისრაელის სიძულვილის მთავარი წყაროა და რომლის მთავარი მიმიზანია ისრაელის განადგურება, მისცე უფლება ბომბი შეიძინოს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი სამხედრო ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ, აჩვენებს, რომ მათ მისცემდნენ უფლებას ეს გაეკეთებინათ. ამ პოზიციის დაცვა შეუძლებელია, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი თითქოს გვიტევენ და ჩვენ ვიცავთ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას. ნაცვლად იმისა, რომ მათი პოზიცია დაუპირისპიროთ. ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ იმას, რასაც ისინი ალტერნატივად გვთავაზობენ. და თქვენ ახლა ისრაელში იმყოფებით, რა მიზნით სტუმრობთ? ამიტომ ჩამოვედი აქ. მე ადრე მსოფლიო რეიტინგის პროფესიონალი ჩოგბურთელი ვიყავი. 726 ადგილზე ვიყავი მსოფლიოში, როცა 22 წლის ვიყავი. და ჩემი ოცნების ნაწილი იყო მაკაბიადის თამაშებში მონაწილეობა. მათ აქვთ ასაკობრივი ჯგუფები. ამიტომ მე ჩოგბურთში 60 და უფროსთა ასაკობრივ ჯგუფში ვითამაშე. და მე მოვიგე ვერცხლის მედალი. და ბრინჯაოს მედალი წყვილებში ოქრო ვერ ავიღე. მაგრამ შემდეგი თამაშები 3 წელიწადშია. უნდა ვიმუშაო იმაზე, რომ წონაში დავიკლო და უკეთეს ფორმაში ვიყო. ეს იყო მიზნის ნაწილი. და ვთქვით, იცი რა, მოდი აქ უფრო დიდხანს დავრჩეთ. მოგვეცემა შანსი, იმიტომ რომ ძალიან უნდა მეტარა ყურადღება ჩოგბურთზე და ძალიან მინდა მეტი ვნახო ამ ქვეყნიდან. ვესტუმრო აქ ცხოვრებ ხალხს და მეგობრებს და დაუთქმე აქ ყოფნით. და გვყავს ქალიშვილი, რომელიც ოქტომბერში ისრაელში რეპატრირდა. ამიტომ უფრო მეტ დროს ვატარებთ მასთან ერთად. და ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა. ძალიან გვიხარია აქ ყოფნა. შესანიშნავი. ასე რომ, ბოლო სიტყვები, როცა ამ ინტერვიუს დასასრულს უახლოვდებით, თქვენი შეფასება დღევანდელი სიტუაციის ისრაელში და მსოფლიოში. კარგი, ვფიქრობ, რომ იცით, ხალხი უყურებს მაგალითად მოახლოებულ ისრაელის არჩევნებს. და ფაქტია, რომ ყველა პარტია თუ ისინი შეინარჩუნებდნენ იმავე პოზიციას, რაც 30 წლის წინ ჰქონდათ, ყველა პარტიას მემარჯვენე ჩათვლიდნენ, იაირ გოლანის პარტიის გარდა. რეალურად ეს მემარჯვენე ელექტორატია. თუ არაბების ხმებს გამოვაკლებთ, რაც უბრალოდ არ ეხება ისრაელის ებრაელ ხალხს, დაინახავთ, რომ ეს ძალიან მემარჯვენე ჯგუფია. და შემდეგ საქმე ისაა, რომ მემარჯვენე ხმები, რომლებიც ავიგდორ ლიბერმანს მიემართება, მას არ მოსწონს ნეთანიაჰუ. ის ნეთანიაჰუს მთავრობაში არ იმუშავებდა, მაგრამ ესენი ყველა მემარჯვენე ამომრჩევლები არიან. ეს ბევრად უფრო მემარჯვენე საზოგადოებაა. და თქვენ ხედავთ ისრაელის ხალხის ძალას, ხალხში მსახურების დიდი ენთუზიაზმია. თქვენს რომ არასდროს ქონიათ ასეთი დიდი სურვილი, რომ ხალხი საბრძოლო ზონაში ემსახუროს, სადაც სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ეს ძალა და სიმამაცე წარმოუდგენელია. ერთ-ერთ ჩვენს ღონისძიებაზე ისრაელის სამართალი ვიყავი. გენერალი ეფიეითამი მოვიდა. ის ქალაქში იყო და სიტყვით გამოვიდა. და მან ისაუბრა იმაზე თუ როგორ 7 ოქტომბერს, როცა 71 წლის იყო, ჩაჯდა თავის პიკაპში თუ რაც იყო, მანქანაში ჩახტა და სამხრეთისკენ წავიდა. როგორც ყოფილი გენერალი, მაგრამ უბრალოდ ფრონტის ხაზზე ბრძოლა, ჰამასის ხალხთან შეჯახება და ჯარისკაცების ჯგუფთან ერთად ჰამასის წევრების ლიკვიდაციის ორგანიზებაში დახმარება, რომ მათი საქმე არასდროს მთავრდება, თუნდაც 70 გადაცილებული ადამიანისთვისაც კი. რომ ვინც ენტებეს ოპერაციაში მონაწილეობდა, ის მაინც იბრძოდა. და ეს საოცარია. აქ ყოფნით და ამ ადამიანებთან შეხვედრით, ესე ძალას იღებ. და დამოკიდებულება და სიმამაცე საოცარია. და ეს არის რაღაც, რაც შთამაგონებელია. და რასაც ამერიკაში ვცდილობთ, არის ის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად საფრთხეში აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს და არიან წინა ხაზზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანაში, რათა დავეხმაროთ ისრაელს შეერთებულ შტატებში. და პრეზიდენტ ტრამპის სახით არაჩვეულებრივი მეგობარი გვყავს. და ვიმედოვნებთ, რომ ასე დარჩება.
და ღმერთმა ქნას, თუ მას ვინმე შეცვლის, ისიც მეგობარი იყოს. ჩვენ არ ვიცით მომავალი, მაგრამ ვიცით, რომ ეხლა ყავს შესანიშნავი მეგობარი და გვინდა ვეცადოთ მასთან თანამშრომლობა. ფალი ვაის, დიდი მადლობა რომ შემომიერთდი JNS-ის სტუდიაში. სასიამოვნოა ყოფნა, მადლობა მოძვევისთვის.